ასეთი იყო მცდელობები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და მე მინდა ყველა შესაბამის ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ქვეყანას გადავხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართული ხალხის მიმართ და შესაბამისად ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის ფიქრობ ორმხრივად მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. ნახოთ, თუ მოხერხდება ევროკავშირის მასშტაბით პრაგმატული გადაწყვეტილების შეჯერება, ეს იქნება კიდევ ერთხელ ორმხრივად საინტერესო როგორც საქართველოსთვის, ასე ევროკავშირისთვის. ევროკავშირის ელჩის ოფისის გაზია ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წელიწადი და კითხვა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ცეცხლაძეს ადრე ქონდა გავრცელებული ვიდეო, სადაც ის მაინის ასე ვთქვათ მეთოდებზე საუბრობდა და ამ კუთხით ვითარების განვითარებაზე საქართველოში რას ნიშნავს განიხილვა. ევროკავშირის საელჩოში ყველა მესით რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა, პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს. ეს უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს. ბოლომდე კონკრეტულად ელჩსაც ვერ დანაშაულებთ ამაში, ვიცით რომ პერსონალურად ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. არის ასეთი მძიმე, ასე ვთქვათ, მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირის ინტერესებშია, ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმავოს პარტნიორობა, ურთიერთობები, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ არსებული ვითარება, გეოპოლიტიკური ვითარება მძიმე დაწვება ძალიან ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა ხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან. წარმოიდგინეთ, რომ იმართება სამიტი, რომელშიც მონაწილეობს რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, მათ შორის შუა აზიის ქვეყნები, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და ერთადერთი, ვინც არ მიიწვიეს, ეს არის საქართველო, როგორც ჩანს, საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული, გვირაბნულად საუბრობ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე ამ ქვეყნებს შორის. ხედავთ, სადამდე დავიდა ევროპული ბიუროკრატია, ხო, კატასტროფა, ვერც ახსნიან, მით უმეტეს ვერც გაამართლებენ ვერაფერს, ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიასთან. კონკრეტული ადამიანის ესეც მეტყველებს ევროკავშირის საელჩოში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობაზე. არ შეიძლება ერთი კონკრეტული დამნაშავის დონეზე იყოს დასული ევროკავშირის საელჩო საქართველოში და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. სპედის კვლევაზე კითხავთ ბატონი, შეიძლება ონლაინ მედიასთან დაკავშირებით იყო კვლევა გადებული და 6 წლის განმავლობაში საუბარია რომ ვიდეო როგორც სპედის საუბრობს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული მედიების დაფინანსებაზე. მე არ ვიცი აქ რაზე საუბრობენ. რაც შეეხება მედიას, ყველა მიცის რა ვითარება ზოგადად ქართულ მედიაში, ვინმესგან ფინანსდება, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საყოველთაოდ არის ცნობილი, მათ შორის ფარულ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც მიედინება კონკრეტულ ოპოზიციურ ტელევიზიებში, ხო? ნუ დანარჩენი ხელსაუბრება ყველაფერზე მსჯელობს და ყველაფერს სწორად აფასებს. ნუ რაც შეეხება გახარიას გადაწყვეტილებას, იგი ყველას გებასახებთ, ნონერულად ყველას გებასახებთ. რაც შეეხება გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში 1 წელი იწვალეს და ბოლოს აღიარეს არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის ლეგიტიმაცია, ხო? ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე, რომ ესეც მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში და ზოგადად deep state-ში არსებულ რთულ მდგომარეობაზე. ხან ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხან ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ. მთავარი ის არის, რომ რეალურად ამით ვერანაირად ვერ ცვლიან ოპოზიციისთვის სასარგებლოდ ვითარებას, ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს, ვერც ვერაფერს შემატებს და ვერც თავისთვის ვერაფერს შემატებს ეს გადაწყვეტილება ამ პარტიას. აქამდე მიიყვანა საბოლოო ჯამში პატრონების, ასე ვთქვათ, კარნახმა ეს პოლიტიკური პარტიები, რაც ძალიან სამწუხაროა მათთვის და ძალიან კარგია ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ეს გადაწყვეტილება ხომ არ იქნება თქვენი გახარიას პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ეძახიან არალეგიტიმურს ეძახიან პარლამენტს, ამბობენ, რომ ლეგიტიმური არის მხოლოდ ჩვენი 8%, რომელიც ავიღეთ და სხვა დანარჩენი არა. რომ მოისმინეთ ეს პროექტი. არა, საოცრებაა. მანამდე თქვენ იცით, ახლა ეს პარტია სამ პარტიას ახასიათებს
წარმოიდგინეთ უმრავლესობა შექმნეს 4 მუნიციპალიტეტში ნაცმოძრაობასთან ერთად და ამბობდნენ რომ კოალიციაში არ ვართ ნაცმოძრაობასთან. აი ასეთივე აბსურდში არიან. პარლამენტის წევრები გახდნენ და რანაირად აბერის წევრები არიან. თუ არიან პარლამენტის წევრები, ესე იგი პარლამენტი არის ლეგიტიმური. ხურის წევრები გახდნენ. პარლამენტის წევრები გახდნენ. ნუ საოცრება ხა ასე უსუსურად თავი იმართლა რაღაცეებზე ოპოზიციის წინაშე, ეს რა თქმა უნდა, ნუ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს მათ კიდევ უფრო მეტად. ეს გადაწყვეტილება ხომ არ იქნება თქვენთვის საბაბი, რომ ასაკმძალ პარტიებს შორის, ან ასაკმძალ პოლიტიკოსებს შორის აღარ იყვნენ გიორგი გახარიაშვილები, ან ეს პარტია, რადგან მათაც საუბრობთ, რომ ისინი მონაწილეობდნენ სხვებთან ერთად საბოტაჟში. ნუ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მე არ გავუსწრებ მოვლენებს, ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი და იქაიგებ დაზუსტებით, რომელი პარტია შევა სარჩელის ფინალში. კი, არა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე შევა სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში. ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, რომ სამუშაოა ბევრი, შესაბამისად საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი. მათამდეა დაახლოებით პარტია, რომლის აკრძალვად ხვდით, რომ ჩამოთვალოთ 10-მდე ვერ ავდივართ. კვირის ბოლომდე. ისე შეიძლება 20-საც გადასცდე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ 10-მდე პარტიაზე კვირის ბოლომდე. კვირის ბოლომდე არიან მომიჯნავე პარტიები. კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება სარჩელი, შესაბამისად გამოქვეყნება სია და იქაიგებ ყველაფერს. აი ამ კანონის მიხედვით იგრძალებიან უბრალოდ პოლიტიკური საქმიანობა აიგრძალებათ იმ პირებს, რომლებიც არიან დაკავშირებულები სასამართლოს გაუქმებულ პარტიებთან. ძალიან ზოგადია და თქვენ რომ გამიმართოთ დაკავშირებას როგორ განსაზღვრავს კანონი. განვარდე კიდევ ერთხელ შემიძლია მოვიყვანო ბაჩო ახალაიას მაგალითი, ხო, რომელიც შეიძლება არ იყო პარტიის წევრი, ის განეკუთვნებოდა ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ ყველა მიცის, რომ ის არის ნაცმოძრაობის განუყოფელი ნაწილი, ხო, მაგალითი მოგიყვანეთ, ხო? დანარჩენი დაგვაკრინდება სარჩელში. სხვადასხვანაირად წავიკითხოთ და თქვენ ნებისმიერი მხარდამჭერით დაუკავშიროთ პარტიას. არა, საბოლოო ჯამში სარჩელი არის ჩვენი საქმე, მაგრამ გადაწყვეტილებას იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით. გიორგი გახარიაშვილის შეიძლება პირველ რიგში ჩემი კითხვა უკავშირდება საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ რეგულაციებს. მას შემდეგ რაც კანონი ამოქმედა, ჩვენ ხედავთ, რომ მაინც გამოდიან ადამიანები აპროტესტებენ, ხდება შემდეგ მათი დაკავება. თქვენ ამ პროცესს როგორ უყურებთ? კანონი ვერ მუშაობს სათანადოდ თუ რას თქობთ? საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ითხოვდა მყისიერ ჩარევას და არის რაღაც ეს მეც მომისმენია პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა რეალურად ხედავთ, რომ კანონი მუშაობს. ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ჰუმანური მეთოდური მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არიან უცხოელი აგენტები, იღებენ ფულს იმისათვის, რაც აკეთებენ, შეგნებულად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამის მიუხედავად ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ 300 ადამიანს შორის იყვნენ თუნდაც ისეთები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი და ჩვენ მათ მიმართ უნდა გვქონდეს, რა თქმა უნდა, ჰუმანური მიდგომა. აქედან გამომდინარე, მოქმედებ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა საბოლოო ჯამში მიზანი იქნება მიღწეული უდიდეს უმცირესობას, არ ვიცით იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, როგორც შედის საზოგადოების ინტერესებში, ისე გაგრძელდება პროცესები ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა და თან ისეთი კანონიც, რომელიც 2 დღეში იყო მიღებული რამდენიმე დეპუტატის მიერ. რა თქმა უნდა, ეს არის ეფექტური ზომა. თქვენ ხედავთ, რომ ჯარიმები არ იყო საკმარისად ეფექტური. ეფექტურში რა იგულისხმება? ნახეთ, კანონს ხო არ ღვევენ ყოველ დღე. კანონის თანახმად და საერთაშორისო სტანდარტის თანახმად არ შეიძლება ადამიანებმა გადაგეტონ ქუჩა, თუ ამას არ მოითხოვს მათი რაოდენობა, ხო? არ შეიძლება კიდევ ერთხელ 50 კაცმა იძალადოს 1.700.000 ადამიანზე, ხო? ამიტომ არის კანონი, არის საერთაშორისო სტანდარტი, ამის მიუხედავად ჯარიმები არ ყოფნიდა იმას, რომ ამ ძალიან მცირე რაოდენობით ადამიანებს არ ეძალადათ საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. რაც არ იყო ეფექტური, შანსდა ეფექტური ზომით, ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა და შემდეგ პლუს სისხლის
სამართლებრივი საშელი სახით პატიმრობა. ჩერდება თქვენი აზრით, აი რაც კანონი მიიღეთ, მას შემდეგ მოქალაქეები ეს კანონმდებლობა გადადიან სავალზე და უპირისპირდებიან თქვენს კანონს. ნახეთ, აი როგორი მდგომარეობა ტროტუარზე დგას ხოლმე 200 კაცი, რომელიც ყოველდღიურად წირავს დაახლოებით 25 კაცს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის. ხო, მაგრამ ლომჯარიები დგანან, კოლექტიური ლომჯარიები 200-მდე კაცი დგას ხოლმე ტროტუარზე, ხან 100, ხან 150, ხან 200 და ისინი ყოველდღურად წირავენ დაახლოებით 25 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის. შემდეგ გაწირავენ სისხლის სამართლებრივი პატიმრობისთვის. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება დიდი პერსპექტივა, ხო? კოლექტიურ ლომჯარიებს ვერ ექნებათ ვერავითარი პერსპექტივა და ვერც იმათ, ვინც ნახევარცხვერპლები არიან და სინამდვილეში ისინიც მოძალადეები არიან, მათაც ვერ ექნებათ ვერავითარი პერსპექტივა. ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვებს საზოგადოების ობიექტური ინტერესები. გერმანიის ნახავთ ეფექტს. გაელოდეთ შვიდად და ნახავთ ეფექტს. გერმანიის კოლეგები არიან დაკავებული გუშინ ერთ-ერთი ენერგეტიკის სექტორი. შესაბამისი დადგენილება ვნახეთ. რატომ გაჩერდა აღნიშნული პროექტები და უშუალოდ ეს გენერაცია, რაც არის დარჩენილი 1700 გიგავატზე მაქვს საუბარი. იქნება თუ არა, ასე ვთქვათ, ხელახლა აუქციონები გამოცხადებული საუბარია CFD-ზე თუ პირდაპირ წესთა აუქციონებზე და რომელზე ჰიდრომზე თუ ქარი. იგი ყველა მიმართულებით მუშაობთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ საუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე. შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და მთლიანად თავიდან ვიწყებთ ახალი მიდგომით ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად ისაღები როგორც ქვეყნისთვის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩართული კერძო კომპანიებისთვის. დანარჩენი ნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს ნაბიჯიც, რაც გადაიდგა, ანუ კონკრეტული მიმართულებებით პროცესების შეჩერება, ესეც ემსახურებოდა ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და ყველაფერი ემსახურება ჩვენი ბიზნეს მიღწევას, რასაც ქვია თვითქმარობის უზრუნველყოფას ჩვენი ქვეყნისთვის და ანჩეს ყველაფერს დაინახავთ. გერმანიის პრობლემური იყო პრაქტიკები. მთლიანად პრაქტიკა იყო პრობლემური. ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით ვიქნებით გადართული ენერგეტიკული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, მათ შორის თქვენ ჩამოთვალეთ მსხვილი პროექტები, რომლებიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს და ძალიან მალე ნახავთ სიახლეებს ამ მიმართულებაზე. შეიძლება ჩვენ განვიხილავთ სახელმწიფო ჩართულობასაც, თუმცა რა თქმა უნდა, კერძო ჩართულობაც განიხილება, ანუ შეიძლება იყოს შერეული პროექტები, ნახავთ დანარჩენს, ნახავთ უკვე როდესაც კონკრეტული პროექტების განხორციელებას კი, კერძო სექტორში გადავიდა შესაბამისად ადამიანი, რომელიც წარმართავს ეკონომიკურ პოლიტიკას, ეს არის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრივიშვილი, თავიდან ბოლომდე ვეყნობით მას, როდესაც ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას. ბატონ პრემიერ, ევროკომისიის გრანტთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. სქემა აჩვენებს, რომ NGO-ების გარდა ევროკომისიისგან გაცემული გრანტის ნაწილი GCRT-სგან ავანსად სექტემბერში ჩაირიცხათ მათ შორის ადვოკატებს. ეს ადვოკატები აქტიურად იყვნენ ჩართული, როგორც ირკვევა, საპროტესტო აქციებზე დაკავებულების დაცვაში. მათ შორის ერთი არის მაგალითად პაატა ბურჯუაძის ადვოკატი. აი ეს სქემა თქვენ რას გეუბნებათ, რასთან გოგზავნებთ? ეს რეალურად არის იმის გაგრძელება, რაზეც ამდენი ხანია საუბრობ. ჩვენ ხედავთ, რომ პირდაპირ არიან ეს ადამიანები, ეს ძალები ჩართული საქართველოში რევოლუციების მოწყობის მცდელობაში. ეს არის რაღაცა თავხედური პოლიტიკა, რაც არ წაადგება, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ობიექტური ინტერესების რეალიზებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა გადაიხედება და ევროკავშირი საბოლოო ჯამში შეჯერდება ჯანსაღ პოლიტიკაზე ქართული ხალხის მიმართ. გერმანიის ელჩის გაწევაზე უნდა გიშოება, რამდენჯერმე ჰქონდათ მანამდე კომუნიკაცია, მათ შორის იყო საუბარი იმაზე, რომ რაც შეეხება გერმანიის ელჩის გაწევას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ. თქვენ ხედავდით, რომ აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იყო გერმანიისთვის ამ ადამიანის ყოფნა ჩვენს ქვეყანაში. არც ერთ ელჩს არ დაუზიანებია ქართულ-გერმანული ურთიერთობები. პირიქით, წარსულში თუ გავიხსენებთ ჩვენ გერმანიის ელჩებს, ყველა შექონდათ თავისი დადებითი წვლილი ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში და რასაც 30 წლის მანძილზე აშენებდნენ მისი წინამორბედები, ის ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა, ბატონმა ფიშერმა, თუმცა ყველაფერი ძალიან მალე აღდგება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს თანამშრომლობას, ჩვენს პარტნიორობას, მეგობრობას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რისი მოშლა ცურდა ბატონ ფიშერს, ეს ყველაფერი ძალიან მალე აღდგება.
არ ვიცი, როდის მიიღება ეს გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლების მიერ, თუმცა როდესაც ჩამოვა ახალი ელჩი, ჩვენ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის. მათ არ შეწყვიტეს ვიზა ლიბერალიზაცია მოქალაქეებისთვის. ამ დრომდე ჩვენ გვახსოვს, როცა თქვენ მათ ადანაშაულებდით, რომ სჭიან ქართულ ხალხს, რომ ქართული ოცნების კრიტიკა, საქართველოს კრიტიკა და ასე შემდეგ, პირიქით ხომ არ გაჩვენათ მუშინდელმა განხილვამ, რომ ისინი სხვაგვარად ხედავენ ცალკე ქართულ ხალხს, რომელსაც არ სჭიან და აპირებენ, რომ გარკვეულ ჯგუფებს შეუჩერონ ვიზა ლიბერალიზაცია. თქვენ ხო ხედავთ? ყველამ ძალიან კარგად იცის, სადგას ქართული ხალხი. ყველამ ძალიან კარგად იცის, სადგას ქართული ხალხი. ორჯერ ზედიზედ 1,100,000-ზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დაგვიჭირა მხარი. აქ დგას ქართული ხალხი. და ამ დროს გამოდიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და საუბრობენ 300 ქართულ ხალხზე, რომელიც იკრიბება რუსთაველის გამზირზე. 300 ქართული ხალხი არის ევროპული ბიუროკრატიის სტანდარტი. და ქართული ხალხი ხო და ერთიანობაში 1,100,000-ზე მეტი მხარდამჭერი ყავს ქართულ ოცნებას და ეს ადამიანები გამოვიდნენ მათ შორის სამხელა მობილიზაციით იგივე თვითმმართველობის არჩევნებზე იმის გამო რომ ხედავენ ასეთი ტიპის უსამართლობას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ამიტომ ყველას ურჩევ რომ ქართული ხალხის მიმართ იყვნენ გულისხმიერები და არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქართული ხალხის ინტერესებს და ქართული ხალხის მიერ კაფეოდ გამოხატულ ნებას. ბატონ პრემიერო, აი არჩევნებზე კითხავთ ასევე ბიზნესმენებისთვის, რომლებიც არიან ქართული ოცნების მიმართ ლოიალურად განწყობილები, მათ მიმართ იქნება გამოყენებული ვიზა ლიბერალიზაცია. არ ვიცი, ასეთი ირაციონალური გადაწყვეტილებები თუ იქნება მიღებული, ეს არ არის არავისთვის საინტერესო, ეს შემიძლია გითხრათ და რატომ არ არის არ არის საინტერესო. არა მხოლოდ ვიზების აღება აქ პრობლემა, არამედ საერთოდ თქვენი თავისუფლება ევროკავშირში და ჩვენი თავისუფლება ევროკავშირში რა? მათ შორის ბიზნესი ჩვენი თავისუფლება ევროკავშირში რას ქვია? ევროკავშირის სახელმწიფოებში მათთვის ხომ პრობლემა იქნება? საერთოდ არ არის საინტერესო თუ იქნება მიღებული ირაციონალური გადაწყვეტილებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ეს ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო. ბატონ პრემიერო, არჩევნებთან დაკავშირებით გითხავთ აი ორი კითხვა. მოკლედ იცით ორგანიზაცია ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს დამკვირვებლებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გავრცელა, სადაც მანამდე უწოდებდნენ, რომ ყალბი დამკვირვებლები ყავდათ, ეხლა ცესკოს მოუწოდებენ, რომ დამკვირვებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები გამოაქვეყნეთო. ევთოოდირზეც ისევ ამბობენ, რომ გვიან მოიწვიეს და ამიტომ ვერ დაესწრო. რატომ აქტიურობს ასე ძალიან დამკვირვებლებთან დაკავშირებით ეს ორგანიზაცია და ყალბ დამკვირვებლებზე მიუთითებენ? გერიცით რომ თავად ეს ორგანიზაცია იყო გაყალბებაში ჩართული ირიბი ფორმით, ხო? ისვედი არის მათი ერთ-ერთი წევრი, ისვედმა გააყალბა თავის როზე პარალელური დათვლის შედეგები, გამყალბებლებისგან საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სრულიად უადგილოა, რაც შეეხება დამკვირვებლების რეგისტრაციას. მიღებული პირიქით მათი მოთხოვნა იყო ყოველთვის, რომ მაქსიმალურად ლიბერალური ყოფილიყო დამკვირვებლების რეგისტრაციის პოლიტიკა და ეხლა მოუნდათ მაინც გამგაცრება. ხო, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მეტყოლებს ორ მაგ სტანდარტებზე, რაც ვერ იქნება საინტერესო, მით უმეტეს რომ ეს არის გამყალბებელი ორგანიზაცია თავის შინაარსით. ონლაინ მედია, როგორც თვითონ ამბობენ, რომლებიც დაკავშირებული არიან მართვა გუნდთან და ასევე მართული გუნდის ფინანსებით. აქ საუბარი არის, როგორც თავად ამბობენ, ძალიან დიდ თანხაზე, ხო, მილიონებზე. მაგრამ მიუყვება, რომ საუბარია 6 წელიწადზე და თავად ონლაინ მედიები აპროტესტებენ იდეაში ამას და ამბობენ, რომ ეს არის манипуლაციური გზა და შეკრებილია 6 წელი, რომ გამოჩნდეს უფრო დიდი თანხა. ნუ რასაც ჩვენ ვაფინანსებთ, ყველაფერი არის გამჭვირვალე და ყველა შეუძლია ნახოს, ხო? აქედან გამომდინარე, ნუ აქაც ხა იმდენად იაფასიანია სპეკულაციები, რომ ფასი ვერ ექნება, ხო? მით უმეტეს მრავალწლიან დაფინანსებაზეა საუბარი და თანხებითაც დიდი შტაბეშლება ვერ მოახდენეს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ნუ დანარჩენი არის სპეკულაციები. ბატონო ირაკლი, ყოფილ თანაგუნდელებზე, ყოფილ მაღალჩინოსნებზე შეიძლება ნატაშკა მაპატიეთ ერთი წამი ყოფილ მაღალჩინოსნებზე გვაქვს კითხვები, რომელთა სახლებში ჩატარდა ჭრეკა და ბუნებრივია გვაქვს ასე პრობლემა, ვიცოდეთ, საერთოდ რა სისხლის სამართლის საქმეზეა გამოძიება, რა მხოლოდ ხომ უნდა ვიცოდეთ ეს რა სახის გამოძიება, საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელება. მე არ მაქვს უფლება, მე არ მინდა ამ საკითხებში შევიდე, რაც შეეხება გამოძიებას ინფორმაციის გავრცელება არის მხოლოდ შესაბამისი ის არის ბატონო ირაკლი